ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის ცნობით სანქცირებული ქართული ოცნების წევრები ევროკავშირში რეკავენ კითხვით, როგორ შეუძლიათ სიიდან გასვლა. ამის შესახებ მან ევრონესტის დელეგაციის დღევანდელ ხტომაზე განაცხადა. ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღო კოლეგებისაგან ევროკომისიასა და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში. მისივე შეფასებით, ერთადერთი რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებზე მოქმედებს პერსონალური სანქციებია. Colleagues from External Service and the Commission, universal message. ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრი ამბობს, რომ ერთადერთი რაც ამას შეაჩერებდა პერსონალური სანქციებია. ერთადერთი რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, ხალხს დაურეკეს კითხვებით. რა ბედი ეწია ჩემს აქტივს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ. ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ისაუბრა ამ ერთადერთ რეაქციაზე, რომელიც წარსულში გვქონდა. რამდენიმე სახელი დასახელდა, რომ მათ დაურეკეს ევროკავშირს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა. სხდომაზე ევროპარლამენტარმა საქართველოში ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში წარადგინა. ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ის საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებს. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება თანმიმდევრულად მიხვება ავტორიტარი მმართველების სახელმძღვანელოებს და შესაძლოა გარკვეული ინოვაციებიც ჰქონდეს. მისი თქმით, გამოუგნებელია იმის ნახვა, როგორ შეიძლება რამდენიმე თვეში ქვეყანა აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში. მან ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე, პრაქტიკაზე და ნარატივებზე ისაუბრა, მათ შორის ფარაზე, რომელიც მისი თქმით თითქოს და ამერიკული კანონის თარგმანია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მას იმისთვის იყენებს, რომ პრობლემას შეუქმნას არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ საელჩოებსაც. შეიძლება აქვს ზოგიერთი ინოვაცია, მაგრამ სიგიჟეა იმის ნახვა, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე თვეში ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ აკრძალეს ოპოზიცია. არ უთქვამთ, ერთპარტიული მმართველობა გვექნებაო, მაგრამ რეალურად სწორედ ამას აკეთებენ. სამი ასპექტია: პრაქტიკა, ნარატივი და კანონმდებლობა. მათ აღადგინეს ჩრდილო ამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ მას ამერიკელებისაგან სრულიად განსხვავებულად იყენებენ. საქართველოში ამ ფარას კანონს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებისა და საელჩოებში, მათ შორის ვატიკანის საელჩოშიც პრობლემების შესაქმნელად. მათ ხელისუფლებას უნდა გადასცენ ადგილობრივი თანამშრომლების სია, რომლებიც შეიძლება უცხოელ აგენტებად გამოაცხადონ და თუ ვინმეს ასეთად მიიჩნევენ, მისი სახელი გამოქვეყნდება, შეავიწროებენ პრობლემების შეექმნებად. საელჩოებს შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ პრობლემა არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს უფლება მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან და თუ მიიღეს, ყველაფერს რისკავენ. ეს არის კომპლექსური საკანონმდებლო ჩარჩო, არის ფარა, არის კანონი აგენტებზე, კანონი მაუწყებლობის შესახებ და გრანტების შესახებ. ისინი უკრძალავენ მაუწყებლებს, მაგალითად ტერმინ არალეგიტიმური მთავრობის გამოყენებას. ასევე ვერ გამოიყენებენ ტერმინს პოლიციის ძალადობა. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე. უბრუნდებიან ტრადიციული შურისძიების მექანიზმებს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. შექმნეს საპარლამენტო კომისია, რომელიც იბარებს ოპოზიციონერ ლიდერებს. უკვე დაკავებული არიან ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურები და არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი. ქვეყანაში, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ახლა იქნება ნარატივი, რომ თურმე რუსეთი კი არ შეიჭრა, არამედ თითქოს წინა ხელისუფლებამ მიიწვია. ეს სიგიჟეა, რადგან ეს არის ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ უფრო და უფრო პრორუსულები ხდებიან ყველა ასპექტში.